აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად განაგრძობს მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. მინისტრთა კაბინეტის წევრები ადგილზე ეცნობიან დევნილთა პრობლემებს და ახდენენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას. მორიგი შეხვედრა თბილისში ვარკეთილში გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატ ვაჟა კოკაიასთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე და აღინიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა თითოეული საკითხის ეტაპობრივად გადაჭრას უზრუნველყოფს. ვაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან. საკმაოდ კარგი და საინტერესო შეხვედრა გავმართეთ ვარკეთილში, კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც ჩვენი დევნილი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ის გამოწვევები, პრობლემები, რაც დგას ამ კომპაქტურ ჩასახლებაში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით და მხარდაჭერით აუცილებლად აღმოვფრით. მიხარია, რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. განვიხილეთ გარკვეული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და ერთობლივი ძალებით ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ პრობლემას მოვაგვარებთ და კიდევ უფრო მეტად შევეხიდებით ჩვენს მოსახლეობას. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც აქ მოსახლეობას გვაქვს იმაზე და იმედია ჩვენი ადგილობრივი მთავრობა და აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს მოაგვარებს, როგორც საჭიროა ისე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ნაძალადების მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ბენდელიანთან ერთად ზღვის უბანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. დასახლებაში ძირითადი პრობლემური საკითხი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდებოდა. ვესაუბრეთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს, განვიხილეთ მათი პრობლემები, მათი საჭიროებები. ადგილობრივი ხელისუფლება და აფხაზეთის მთავრობა უმოკლეს ვადაში შევძლებთ, რომ მოვაგვაროთ მათი პრობლემები. ვისაუბრეთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, ძალიან კარგი სერიოზული პროექტი იყო. შემოთავაზებული, განხორციელდება ძალიან მალე. სხვა პრობლემებზეც ვისაუბრეთ და იმედია ეს პრობლემებიც ძალიან მალე მოგვარდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ისნის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან იმყოფებოდნენ. ინტენსიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. კომპაქტურ ჩასახლებებში განსაკუთრებული მხარდაჭერას საჭიროებენ ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ვინაიდან არის გარკვეული საყოფაცხოვრებო საკითხები, ისეთი ტიპის საკითხები, რომელთა მოგვარება შეიძლება მალევე, სანამ ჩვენი მოსახლეობა დევნილობაშია, ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ღირსეულ და კეთილმოწყობილ პირობებში გააგრძელონ მათ ცხოვრება. მოვყოფებით დევნილთა დასახლებაში, სადაც განვახორციელეთ უამრავი პროექტი. ესენია ასფალტის საფარი, საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგეთ სახურავი. გავაგრძელებთ დევნილ მოსახლეობასთან კომუნიკაციას და მათი პრობლემების აღმოფხვრას. შეხვედრები გაიმართა რეგიონშიც. მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძემ მორიგი შეხვედრები ქალაქ ჯვარსა და ფოცხოვეწერში გამართა, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით დასახლებაში უკვე იდენტიფიცირებული პრობლემების ნაწილი მოგვარებულია. შევხვდით კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს. ძალიან კარგი შეხვედრა იყო. გადავჭერით ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა სახურავის რეაბილიტაციას. დამატებით კიდევ მოვისმინეთ სხვა გამოწვევები, რაც მათ წინაშე დგას. სტუმრობდა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ჯინჯარაძე მინისტრებთან ერთად. შევხვდით მოსახლეობას. მნიშვნელოვანი არის ერთი დეტალი, რომ აფხაზეთის მთავრობა, როგორც არასდროს ისე აქცენტირებული, რომ აქ ჩასახლებულ დევნილებს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს, მიზნად ქვეყნის მასშტაბით კვლავაც გაგრძელდება.